კანის კინოფესტივალის დასრულებამდე 6 დღე დარჩა. მანამდე კი დილიდან საღამომდე იმართება ფილმების ჩვენებები და პრემიერები. გუშინ საღამოს კიდევ ერთი საკონკურსო ფილმის ჩვენება მოეწყო. პრემიერებისა და წითელი ხალიჩის დეტალებით თამარ ჯალღონია შემოგვიერთდება კანიდან მოამბის ეთერში. მიმდინარეობს კანში ფესტივალის მე-6 დღე, დილიდანვე ჩვენებებით დატვირთული დღე არის, როგორც ყოველთვის, ყოველდღიურად აქ დღის პირველ ნახევარში სხვადასხვა ფილმების ჩვენებები მიმდინარეობს, ხოლო მეორე ნახევარი უკვე საკონკურსო ფილმების ჩვენებებს ეთმობა. დადებითად შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა გუშინ გამართული პრემიერა შოტლანდიელი რეჟისორის ლინი რემსის ახალი ნამუშევარი სახელწოდებით მოკვდით შემოსიყვარულო, რომელშიც მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს და მას პარტნიორობას რობერტ პატინსონი უწევს. გუშინ წითელ ხალიჩაზე მათი ტანდემი ვიხილეთ. როგორც ფილმის პრემიერის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ნამუშევარი. ფილმის სიუჟეტი გვიყვება ცოლ-ქმრის ცხოვრებაზე და მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. მართალია მაყურებლებმა დადებითად შეაფასა ფილმი, თუმცა უკვე დაველოდოთ 24-ში როგორც შეაფასებს ამ ნამუშევარს თავად ჟიური. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საღამოს დაგეგმილი არის კიდევ ერთი პრემიერა, უეს ანდერსონი წარადგენს თავის ახალ ნამუშევარს. ამ რეჟისორის სახელის გაგონებაზე ალბათ ყველას გვახსენდება 2014 წლის 2014 წლის ნამუშევარი სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი, რომელმაც გამოსვლისთანავე არაერთი აღიარება, ჯილდო, პრემია და მაყურებლის დადებითი ემოციებიც კი მიიღო. დღეს უეს ანდერსონი ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო სექციაში მის ახალ ნამუშევარს წარადგენს სახელწოდებით ფინიკიური სქემა, რომელიც ერთი ოჯახისა და მის ოჯახურ ბიზნესზე და ამ ოჯახის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე გვიყვება. სიუჟეტი საკმაოდ დრამატული, საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ კომედიური ჟანრის შინაარსიც არის და მასში ვარსკვლავური შემადგენლობა არიან დაკავებულები. კინოკრიტიკოსთა აზრით, შეფასებით უეს ანდერსონი საკმაოდ პასტელური ფერების გამოყენებით არის გამორჩეული მისი ფილმები, რეჟისორის ფილმები და ნახოთ როგორი იქნება მისი ახალი ნამუშევარი. დღეს კი დაველოდებით, კვლავაც წითელ ხალიჩას დაველოდებით ფილმის პრემიერას, როგორ შეაფასებენ კინოკრიტიკოსები და მაყურებლები ამ ფილმს და დაველოდებით ასევე სტუმრებს, რომლებიც დაესწრებიან პრემიერას და ვნახოთ კიდევ დღეს ვინ გაივლის უკვე წითელ ხალიჩაზე. თამარ ჯალღონია გვერდებოდა კანიდან.